თქვენ იმსახურებთ დასვენებას. ოდუსთან ერთად კი დამსახურებული დასვენების აღება ძალიან მარტივია. ეს არის შვებულებების სამუშაო დაფა, სადაც ჩვენ გუნდს კალენდარული წლის განმავლობაში გაგზავნილი ყველა მოთხოვნის ნახვა შეუძლია. კალენდარზე ვხედავ უკვე დამტკიცებულ დღეებს, რომლებიც გამოვიყენე და ჩემი საომავლო მოთხოვნების სტატუსს. ასევე შემიძლია ვნახო ის უკმე დღეები, რომლებიც კომპანიამ მთელი გუნდისთვის წინასწარ მონიშნა. აქ კი ვხედავ შვებულებების ყველა კატეგორიას ტიპების მიხედვით. ზუსტად ვხედავ, რამდენი საათი ან დღე მაქვს დარჩენილი და როდის ეწურება მათ ვადა. ისიც კი შემიძლია ვნახო კიდევ რამდენი დღე დავემატება. მაგალითად, წლის ბოლოს დიდი მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი და მინდა დავუწყვნდე, რომ საკმარისი დღეები მექნება დარჩენილი. ეს ყველაფერი კი წინასწარ დაგეგმას ძალიან ამარტივებს. მოდით ახლა გადავხედოთ შვებულებების სხვადასხვა ტიპებს, როგორიცაა ბიულეტენი, დასვენება და მოხალისეობისთვის გაკუთვნილი დროც კი. ახლახან კომპანიაში გადაწყვეტეთ ახალი ბენეფიტის დამატება, ანაზღაურებადი დრო ტრენინგებისთვის. მის გამართვას კონფიგურაციის მენიუდან დავიწყებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ტრენინგებს გადიან თანამშრომლები, ამიტომ ამ ტიპის მოთხოვნას დადასტურება დასჭირდება. ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხი შვებულებების ოფიცერს მივანდოთ, გადაწყვეტილებების მიღებას უშუალო მენეჯერს დავავალებთ. მან უკეთ იცის, რამდენად შესაფერისია ესე თუ ის ტრენინგი. ჩვენ შეგვიძლია შვებულებების ტიპები სხვადასხვა ცვლადებით გავმართოთ, როგორიცაა დადასტურების ტიპი, დასვენების სახე და დღეების ლიმიტი. ასევე შეგვიძლია დავაწესოთ შეზღუდვები. მაგალითად, შეუძლია თუ არა თანამშრომელს ამ დროის მხოლოდ რამდენიმე საათით აღება, თუ აუცილებლად მთელი დღე უნდა გამოიყენოს. მოდით ამ ტიპისთვის 5 დღე გამოვყოთ, ყოველგვარი ვადის გასვლის თარიღის გარეშე. ახლა უკვე შემიძლია ეს ლიმიტი განსაზღვრო კომპანიის დონეზე ან ინდივიდუალურად თანამშრომლებისთვის, რადგანაც ეს ბენეფიტი მთელი გუნდისთვისაა, ვირჩევ კომპანიის ოფციას. ახალი ტიპი უკვე მზადაა. ჩვენი თანამშრომელი მზადაა მოთხოვნა გააგზავნოს. როდესაც ის სისტემაში შედის, თავის პროფილშივე ხედავს შვებულებების ყველა ხელმისაწვდომ დღეს. ის აჭერს ღილაკს new, ირჩევს შვებულების ტიპს, სასროველ დღეს და აგზავნის მოთხოვნას. ასეთი მარტივია. რადგან მე მისი მენეჯერი ვარ, შეტყობინებას მაშინვე ვიღებ, როგორც კი ჩემი დასტური ხდება საჭირო. ეს საშუალებას მაძლევს მომენტალურად ვუპასუხო. გადავხედავ მენეჯმენტის პანელს და ვადასტურებ. არ ინერვიულოთ, თუ მოთხოვნის დადასტურება დაგავიწყდებათ, თუ ამას ყურადღების გარეშე არ დატოვებს. თუ ხელფასების აპლიკაცია შევამოწმებთ, ვნახავთ, რომ არ შეფერხდა ბუღალტერია შვებულებების გამო. როგორც ჩანს, გაფრთხილებების დაფაზე რამდენიმე ხარვეზი ამოვარდა. აი პრობლემაც. ხელფასის ამონაწილეები ვერ შეიქმნება, სანამ ამ თანამშრომლის შვებულების მოთხოვნას არ დავადასტურებ. მოდით ახლა მოვაკვაროთ. და აი მზადაა. ზოგჯერ მთელი გუნდის ოფისში ყოფნა საჭირო, მაგალითად კოუჩინგის ან team building-ისთვის. რადგან ჩვენი კორპორაციული გასვლა ახლოვდება, ეს დღეები უნდა დავბლოკოთ, რათა ყველა დაესწროს. ამ დღეებს სავალდებულო დღეებად მოვნიშნავ, რათა ამ პერიოდში შვებულებების აღება ვერავინ ვერ შეძლოს. დასვენებების დაგეგმა სტრესული არ უნდა იყოს. სწორედ ამიტომ ვიყენებ თოდუს. შვებულებების აპლიკაცია აქრობს გაურკვევლობას, დაგეგმვისას და იდეალურად ინტეგრირდება odoo-ს სხვა HR აპლიკაციებთან. odoo, იმიტომ რომ საუკეთესო თანამშრომლები საუკეთესო პროგრამულ უზრუნველყოფას იმსახურებენ.